რატომ არასდროს დათმობს ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვას? მართლა მათი საკუთრებაა ეს ზღვა? რა განსაკუთრებული აქვს ამ ზღვას და რატომ ეცილებიან მასზე ამდენი ქვეყანა? ამ ვიდეოში სწორედ ამ კითხვებზე გავიგებ პასუხებს. ჯერ მოდით რუკას გადავხედოთ. ვხედავთ, რომ ფილიპინებს, ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეის და ჩინეთს შორის მდებარეობს უზარმაზარი ზღვა, რომელსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვა ეწოდება. პირველი შეხედვით ეს თითქოს ჩვეულებრივი ოკეანის ნაწილია. მაგრამ მის შიგნით არის პატარა კუნძულები, რიფები და კლდეები, რომელთა გამო რამდენიმე ქვეყანა დიდი ხანია დაობს. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილზე ძირითად პრეტენზიას აცხადებენ ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია და ბრუნეი. ასევე არსებობს დავა ინდონეზიასა და ჩინეთს შორის ზღვაში მდებარე ნაწილზე, რომელიც ახლოსაა ნატუნას კუნძულებთან. ნატუნას კუნძულები ინდონეზიის ნაწილია. მაგრამ მის გარშემო არსებული ზღვის ნაწილი ასევე შედის იმ ფართო პრეტენზიაში, რომელსაც ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აცხადებს. მაგრამ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პატარა კუნძულები და რიფები ზღვის შუაგულში? მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ მიწა არ არის მნიშვნელოვანი. როდესაც ქვეყანას აქვს უფლება კუნძულზე, მას ასევე შეიძლება კონდეს უფლება მის გარშემო არსებულ ზღვის ნაწილზე. სინამდვილეში ზოგიერთი ნაწილის ქვეშ ნავთობი და ბუნებრივი აირიც არის. რაც თავარია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა გემებისთვის, რომლებიც პროდუქტებსა და მარაგებს აზიაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში მიაქვთ. ამიტომ, როდესაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ვსაუბრობთ, საქმე მხოლოდ პატარა კუნძულებს არ ეხება. აქ ასევე საუბარია საკვებზე, ბუნებრივ რესურსებზე, ბიზნესსა და უსაფრთხოებაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მის გარშემო არიან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა ისაა, რატომ აქვს ჩინეთს ასეთი ფართო პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე? მართლა მათი საკუთრებაა ეს ყველაფერი? ამის გასაგებად უნდა დავბრუნდეთ იმ დროში, სანამ ზღვაში თანამედროვე საზღვრები გაჩნდებოდა. საუკუნეების განმავლობაში ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ბევრი მეთევზე და ვაჭარი უკვე გადიოდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ისინი იხენებდნენ ზღვას თევზაობისთვის და სხვადასხვა ადგილას პროდუქციის გადასატანად. ეს იყო მნიშვნელოვანი გზა ვაჭრებისთვის, რომლებიც ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა ადგილებში პროდუქტებს გადაჰქონდათ. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჩინელი ვაჭრები სამხრეთ ჩინეთის ზღვას დიდი ხანია იყენებენ. ამის მაგალითია სელდენის რუკა, ძველი ჩინური რუკა, რომელიც 1600-იანი წლების დასაწყისში მინის დინასტიის პერიოდში შეიქმნა. რუკაზე ჩანს მარშრუტები, რომლებსაც მიხვებოდნენ გემები, რომლებიც ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ნაწილში მიემგზავრებოდნენ. რუკაზე ასევე ჩანს მრავალი საზღვაო მარშრუტი, რომლებიც ჩინეთის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, იაპონიასა და ინდონეზიასთან აკავშირებს. ეს აჩვენებს, რომ ჩინელი ვაჭრები კარგად იცნობდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვას და დიდი ხანია იყენებდნენ მას ვაჭრობისთვის. ძველ რუკაზეს ჩანს სამხრეთ ჩინეთის ზღვის რამდენიმე კუნძული, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ კუნძული აღნიშნულია ძველ რუკაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რუკის შემქმნელი ქვეყანა ავტომატურად ფლობს მას. იმ დროებში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული პატარა კუნძულები და რიფები უმეტესად არ ითვლებოდა მნიშვნელოვან ტერიტორიებად. მათგან ბევრი ძალიან პატარაა, ზოგიერთები კი უბრალოდ ზღვიდან ამოწეული კლდეებია. ზოგიერთი მათგანი წყლის მატებისას იძირება, უმეტესობას კი მუდმივი მცხოვრები არ ყავს. ზოგიერთ ადგილს მხოლოდ მეთევზეები და მეზღვაურები იყენებენ თევზაობისთვის, დასასვენებლად ან თავშესაფრად, როცა ამინდი ცუდია. ზოგიერთ კუნძულზე ძველი კერამიკა, მონეტები და სხვა ნივთებიც აღმოაჩინეს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადგილას ადამიანები დიდი ხანია გადაადგილდებიან და სინამდვილეში სამხრეთ ჩინეთის ზღვას მხოლოდ ჩინელები არ იყენებენ. ამ გზით დიდი ხანია გადაადგილდებიან ვიეტნამელები, მალაიელები და სხვა ხალხები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ამიტომ ადრე სამხრეთ ჩინეთის ზღვა გამოიყენებოდა როგორც საზღვაო გზა და თევზჭერის ადგილი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რომელი ქვეყანა ფლობდა თითოეულ პატარა კუნძულს. ეს მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა ევროპული ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოვიდნენ. მე-19 საუკუნეში საფრანგეთმა ვიეტნამი და რამდენიმე მეზობელი ტერიტორია დაიპყრო. ამ ადგილებს ფრანგული ინდოჩინა ეწოდა. რადგან საფრანგეთი აკონტროლებდა ვიეტნამს, მან დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რამდენიმე კუნძულზე პრეტენზიის გამოცხადებაც. აქ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კუნძულთა ჯგუნძულები გუფია: პარასელის კუნძულები და სპრატლის კუნძულები. პარასელის კუნძულები ვიეტნამსა და ჩინეთს შორის მდებარეობს. სპრატლის კუნძულები კი სამხრეთშია და შედგება მრავალი პატარა კუნძულისა და რიფისგან. 1930-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთმა სპრატლის კუნძულების ზოგიერთ ნაწილზე პრეტენზია განაცხადა, მაგრამ ჩინეთმა ამის წინააღმდეგობა გამოხატა. ამ დროს კი იაპონია აზიაში ძლიერდებოდა. 1930-იან წლებში იაპონიამ ჩინეთის ზოგიერთი ნაწილი დაიპყრო და თავისი სამხედრო ძალა გააძლიერა. იაპონიამ ასევე დაინახა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები პატარაა, სამხედრო ძალას შეუძლია მათი გამოყენება თვითმფრინავებისთვის, გემებისთვის და კომუნიკაციისთვის.
ამიტომ 1930-იანი წლების ბოლოს იაპონიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მრავალი კუნძულის კონტროლი აიღო. როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იაპონიას ამ ტერიტორიაზე უკვე ფართო კონტროლი ჰქონდა. მაგრამ 1945 წელს იაპონია დამარცხდა და დანებდა. ამიტომ მას მოუწია კუნძულებისა და სხვა დაპყრობილი ტერიტორიების დატოვება. აქედან დაიწყო ახალი პრობლემა. იაპონია აღარ იყო იქ, მაგრამ ბევრი ქვეყანა აცხადებდა, რომ კუნძულებზე უფლება ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ჩინეთი და ვიეტნამი. იმ დროს საფრანგეთსაც ჰქონდა პრეტენზია, რადგან ვიეტნამი მის კონტროლქვეშ იყო. შემდეგ წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებმა წამოაყენეს საკუთარი პრეტენზიები. ამიტომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე დაპირისპირება კიდევ უფრო გართულდა. ამ დროსაც დაიწყო ჩინეთის უფრო ფართო პრეტენზიების გამოჩენა ზღვაზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც აქ იმოქმედა, იყო ჩინეთი. მაგრამ იმ პერიოდში ჩინეთში ორი დაპირისპირებული ჯგუფი იყო. პირველი იყო ჩინეთის რესპუბლიკა, რომელსაც ნაციონალისტური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მათი მოწინააღმდეგე იყო მაო ძედუნის კომუნისტური ძალები. მიუხედავად სამოქალაქო ომისა, ნაციონალისტურ მთავრობას მაინც სურდა ეჩვენებინა, რომ ჩინეთს აქვს უფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე. ამიტომ 1946 წელს მათ გაგზავნეს გემები და ოფიციალური პირები პარასელისა და სპრატლის კუნძულებზე. მათ რამდენიმე კუნძულზე დროშა აღმართეს, იმის ნიშნად, რომ ჩინეთი ამ ტერიტორიებს იჩემებს. შემდეგ 1947 წელს ჩინეთის რესპუბლიკამ გამოსცა ახალი რუკა. ამ რუკაზე ჩანს დიდი U-ს ფორმის ხაზი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ამ ხაზზე 11 ტირია. ამიტომ მას 11 ტირიან ხაზს უწოდებენ. ამ ხაზის შიგნით შედის პარასელის კუნძულები, სპრატლის კუნძულები და სხვა პატარა კუნძულები. მაგრამ არ არის ნათელი ჩინეთი მხოლოდ კუნძულებს იჩემებს თუ ასევე ხაზის შიგნით არსებულ ზღვის დიდ ნაწილსაც. 1959 წელს მაო ძედუნგის კომუნისტურმა ძალებმა მოიგეს სამოქალაქო ომი. მათ დაარსეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინეთის მატერიკზე. დამარცხებული ნაციონალისტური მთავრობა კი ტაივანზე გადავიდა და გააგრძელა არსებობა როგორც ჩინეთის რესპუბლიკა. შემდგომში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ძველი 11 ტირიანი ხაზიდან 2 ტირე ამოიღო. ასე გახდა უფრო ცნობილი მისი 9 ტირიანი ვერსია. ამავდროულად ვიეტნამიც იცვლებოდა. ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიეტნამელები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 1954 წელს დასრულდა საფრანგეთის კოლონიური მმართველობა და ვიეტნამი გაიყო ჩრდილოეთ ვიეტნამად და სამხრეთ ვიეტნამად. სამხრეთ ვიეტნამმა გააგრძელა პრეტენზიები პარასელისა და სპრატლის კუნძულებზე. მალე ამ საკითხში ფილიპინებიც ჩაერთმე. 1946 წელს ფილიპინელი ბიზნესმენი და ზღვის კაპიტანი თომას კლომა თავის ძმასთან და დაახლოებით 40 კაცთან ერთად გაემართა სპრატლის კუნძულებსა და რიფებზე, პალავანის დასავლეთით. თომას კლომამ განაცხადა, რომ არც ერთი მთავრობა აშკარად არ ცხოვრობდა ან აკონტროლებდა იმ ადგილებს, სადაც ისინი მივიდნენ. ამიტომ მან დაისაკუთრა ეს კუნძულები და ამ ტერიტორიას დაარქვა თავისუფლების რაიონის თავისუფალი ტერიტორია. მისმა ჯგუფმა კუნძულებზე განცხადებებიც განათავსა, რათა ეჩვენებინათ თავიანთი პრეტენზია. თუმცა ტაივანი, ჩინეთი და ვიეტნამი წინააღმდეგი გამოვიდნენ, რადგან მათაც ჰქონდათ საკუთარი პრეტენზიები ამ ტერიტორიაზე. 1946 წლის სექტემბერში ტაივანმა კიდევაც გაგზავნა ჯარები იტუაბას კუნძულზე, რომელიც სპრატელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია. წლების შემდეგ კლომამ თავისი პრეტენზია კუნძულებზე ფილიპინების მთავრობას გადასცა. 1978 წელს ფილიპინებმა ოფიციალურად დაარსეს კალაიანის კუნძულთა ჯგუფი, როგორც პალავანის ნაწილი. შემდგომში მალაიზიამ და ბრუნეიმაც წამოაყენეს საკუთარი პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზოგიერთ ნაწილზე. ამიტომ, რაც უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას, მით უფრო იზრდება დაპირისპირება. საუბარი აღარ ეხება მხოლოდ პატარა კუნძულებს. აქ უკვე საუბარია იმაზეც, ვის აქვს უფლება მის გარშემო არსებულ ზღვაზე, ასევე იქ არსებულ თევზზე, ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ამ დაპირისპირების არის ჩინეთის 9-ტირიანი ხაზი. რადგან ეს ზოლი მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ძალიან დიდ ნაწილს. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ძველი პრეტენზია 9-ტირიან ხაზად იქცა, სხვა ქვეყნები თავად კუნძულებზე უფრო აქტიურები გახდნენ. საკმარისი აღარ იყო მხოლოდ რუკაზე პრეტენზიის დაფიქსირება, ამის ნაცვლად მათ დაიწყეს ჯარისკაცების განთავსება და სამხედრო პოსტების აშენება, რათა ეჩვენებინათ, რომ კუნძულებზე რეალური კონტროლი აქვთ. მაგალითად, ტაივანმა განათავსა ჯარისკაცები ტაიპინგის კუნძულზე, რომელიც სპრატლის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია. როდესაც რეგიონში სამხედრო ყოფნა იზრდებოდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. აქედან ბევრი სავაჭრო გემი გადის და ასევე ბევრი თევზია, რომელიც მნიშვნელოვანი არის მის გარშემო მდებარე ქვეყნებისთვის. 1960-იან და 1970-იან წლებში ქვეყნების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, რომ ზღვის ქვეშ ნავთობი და ბუნებრივი აირი ყოფილიყო. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა უფრო აგრესიული გახდა იმ კუნძულების დაცვის საკითხში, რომელთა მფლობელობაც მათ მიაჩნიათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება იმ პერიოდში მოხდა პარასელის კუნძულებზე 1974 წელს.
არასელის კუნძულების ზოგიერთი ნაწილი მაშინ სამხრეთ ვიეტნამის კონტროლქვეშ იყო, ხოლო სხვა ნაწილებს ჩინეთი აკონტროლებდა. ორი მხარე ერთმანეთს დაპირისპირდა, როდესაც ორივემ გაგზავნა გემები და ჯარები. საბოლოოდ ეს დაპირისპირება ბრძოლაში გადაიზარდა. სამხრეთ ვიეტნამი დამარცხდა და ჩინეთმა მთლიანად დაიკავა პარასელის კუნძულები. მას შემდეგ პარასელის კუნძულები ჩინეთის კონტროლქვეშ დარჩა, თუმცა ვიეტნამი კვლავაც აცხადებს მათზე პრეტენზიას. ამის შემდეგ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო პოსტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. სხვადასხვა ქვეყანა მათ მიერ კონტროლირებად კუნძულებსა და რიფებზე ჯარები და ობიექტები განათავსა. ამის გამო სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო გახდა. როდესაც ორი ქვეყანა ერთსა და იმავე კუნძულზე აცხადებს პრეტენზიას, შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას. თუ ორივე მათგანი იქ სამხედროების განთავსებას მოისურვებს, როდესაც ესეთი პრობლემები მსოფლიოს სხვადასხვა ზღვაში მძაფრდება, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მკაფიო წესები შეიმუშავა, რომლებიც თითოეული ქვეყნის უფლებებს განსაზღვრავს ზღვის სივრცეში. აქ ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზღვაო სამართლის კონვენცია, ანუ UNCLOS. UNCLOS-ის მიხედვით არსებობს ეგრეთ წოდებული ტერიტორიული ზღვა, რომელიც ქვეყნის სანაპიროდან 12 საზღვაო მილის მანძილზე ვრცელდება. ასევე არსებობს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ანუ EEZ, რომელიც შეიძლება 200 საზღვაო მილამდე ვრცელდებოდეს. EEZ-ის ფარგლებში ქვეყანას აქვს უფლება ბუნებრივ რესურსებზე, მაგალითად თევზი, ნავთობი და ბუნებრივი აირი. UNCLOS მნიშვნელოვანია, რადგან მასში მკაფიოდ არის განსაზღვრული სადამდე ვრცელდება თითოეული ქვეყნის უფლება ზღვაზე. სწორედ აქ წარმოიშვა პრობლემა ჩინეთის პრეტენზიასთან დაკავშირებით. ჩინეთის 9-ტირიანი ხაზი ვრცელდება იმ ზღვის ნაწილებზეც, რომლებიც ახლოსაა ფილიპინებთან, ვიეტნამთან, მალაიზიასთან, ბრუნეისთან და ინდონეზიასთან. ამიტომაც დაიწყო დავა იმის შესახებ, თუ სადამდე ვრცელდება სინამდვილეში ჩინეთის უფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. და ესე მიუხედავად იმისა, რომ არსებობს UNCLOS-ი, სამხრეთ ჩინეთის ზღვის პრობლემა არ დასრულებულა, სხვადასხვა ქვეყნები კვლავ აგრძელებენ თავიანთ კუნძულებსა და რიფებზე საგუშაგოების აშენებას. ყველაზე დიდი ცვლილება ჩინეთმა შეიტანა. დაახლოებით 2013 წლიდან ჩინეთმა დაიწყო სპრატლის კუნძულებზე რამდენიმე რიფის გაფართოება. მათ გამოიყენეს გემები, რათა ზღვის ფსკერიდან ქვიშა აეღოთ და რიფებზე დაეყარათ. ამ გზით ჩინეთმა შექმნა უფრო დიდი ხელოვნური კუნძულები. შემდგომში მათ იქვე ააშენეს ასაფრენი ბილიკები, რადარები, შენობები და სხვა ობიექტები, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წესი გაეროს საზღვაო კონვენციაში. არ ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ხელოვნურ კუნძულს შექმნის, მას ავტომატურად ექნება ახალი 200 საზღვაო მილის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა. ხელოვნური კუნძული არის კუნძული, რომელიც ადამიანმა შექმნა ან გაადიდა. ამიტომ საერთაშორისო კანონმდებლობით მას არ ენიჭება იგივე უფლებები, რაც შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივ კუნძულს. და თუნდაც ეს ადგილი ბუნებრივი იყოს, მას ავტომატურად არ ექნება საკუთარი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა. გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით, თუ ქვა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ საცხოვრებელს ან დამოუკიდებელ ეკონომიკურ ცხოვრებას, მას არ აქვს საკუთარი 200 საზღვაო მილის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა. ეს წესი მნიშვნელოვანია, რადგან სპრატლის კუნძულებზე ბევრი სადავო ტერიტორია მხოლოდ პატარა რიფები და ქვებია. ამიტომ დიდი კითხვა გახდა, ამ ადგილებიდან ზღვის რა ნაწილზე შეიძლება პრეტენზიის გამოცხადება. ფილიპინებისთვის პრობლემა სერიოზული გახდა, რადგან ჩინეთის 9-ტირიანი ხაზის ზოგიერთი ნაწილი ფილიპინების ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ფარგლებში შედის. ამიტომ 2013 წელს ფილიპინებმა ეს საკითხი საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გადაიტანეს, რომელიც UNCLOS-ის ფარგლებში მოქმედებს. ფილიპინებმა არ მოითხოვეს ტრიბუნალისგან, რომ გადაეწყვიტა ვის ეკუთვნის ყველა კუნძული. ძირითადი კითხვა იყო, რა უფლებები აქვს თითოეულ ქვეყანას ზღვაზე UNCLOS-ის მიხედვით და კანონიერია თუ არა ჩინეთის ფართო საზღვაო პრეტენზიები. ჩინეთმა უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ჩინეთის მთავრობისთვის ტრიბუნალს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ეს საკითხი. და ეს უნდა იყოს პირდაპირი მოლაპარაკების საგანი ჩინეთსა და ფილიპინებს შორის. მაგრამ საქმე მაინც გაგრძელდა. 2016 წლის 12 ივლისს ტრიბუნალმა გამოაცხადა გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გადაწყვეტილებისა ეხებოდა 9-ტირიან ხაზს. ტრიბუნალმა განაცხადა, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ ჩინეთს ჰქონდეს განსაკუთრებული ისტორიული უფლებები ზღვის იმ ნაწილების რესურსებზე, რომლებიც სცილდება იმ უფლებებს, რასაც UNCLOS-ი აძლევს ჩინეთს. ტრიბუნალმა ასევე განიხილა სადავო ტერიტორიები სპრატლის კუნძულებზე, ტრიბუნალის მიხედვით. კუნძულები და რიფები, რომლებიც მათ შეისწავლეს სპრატლის კუნძულებზე, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჰქონდეთ საკუთარი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, რომელიც 200 საზღვაო მილის სიგრძეზე ვრცელდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრიბუნალმა გადაწყვიტა, რომელი ქვეყანას ეკუთვნის თითოეული კუნძული. ეს საქმის ფარგლებში არ შედიოდა. გადაწყვეტილება ეხებოდა ზღვისა და რესურსების უფლებებს UNCLOS-ის ფარგლებში და არა კუნძულების საბოლოო მფლობელობას. მაგრამ ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. დღემდე ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჩინეთს აქვს სუვერენიტეტი და საზღვაო უფლებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ისტორიისა და მათი საკუთარი საერთაშორისო სამართლის ხედვის საფუძველზე. ისინი კვლავაც აცხადებენ, რომ 2016 წლის
არბიტრაჟის გადაწყვეტილებება არ არის ძალაში. აქ ჩანს, რატომ არის სამხრეთ-ჩინეთის ზღვის დავის მოგვარება ასეთი რთული. UNCLOS-ის მიხედვით არსებობს მკაფიო წესები თუ როგორ იზომება ქვეყნის უფლება ზღვაზე. მაგრამ ჩინეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია მისი ისტორიული პრეტენზია კუნძულებზე და იმ უფლებებზე, რომლებიც მისი თქმით დიდი ხანია დაკავშირებულია ამ ტერიტორიებთან. ამავდროულად ფილიპინები, ვიეტნამი, მალაიზია და სხვა ქვეყნები იყენებენ საერთაშორისო სამართალს და საკუთარ ისტორიულ და ტერიტორიულ პრეტენზიებს, რათა დაიცვან თავიანთი პოზიცია. ამიტომ დღემდე სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში არსებობს ტერიტორიები, რომელზეც ერთზე მეტი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. და რადგან სანაპირო დაცვა, სამხედრო გემები და სათევზაო ნავები მოქმედებენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, შეიძლება წარმოიშვას დაძაბულობა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მხარე არ სურს ომის დაწყება. მაგრამ არსებობს უფრო დიდი კითხვა. რა მოხდება თუ საქმე უბრალოდ შეჯახებით აღარ შემოიფარგლება? რა მოხდება თუ გემების ჩარევა, წყლის ჭავლის გამოყენება ან ბლოკირება მოხდება? რა მოხდება თუ მართლაც სროლა დაიწყება და ჯარისკაცი მოკვდება? აქ პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო საშიში გახდეს. ამჟამად სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობის უმეტესობა ჯერ კიდევ პირდაპირ ომს არ წარმოადგენს. უფრო ხშირად სანაპირო დაცვის ხომალდები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ხდება გემების დაბლოკვა, წყლის ჭავლების გამოყენება, შეჯახებები, გემების ძალიან ახლოს მისვლა და არის შემთხვევები, როცა ტრანსპორტი ზიანდება და ადამიანები იღებენ დაზიანებებს. ქვეყნები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ აჩვენონ, რომ რაიმე ტერიტორია მათ კონტროლქვეშაა, მაგრამ ამავდროულად არ სურთ, რომ საქმე ნამდვილი ომამდე მივიდეს. მაგრამ ასეთ სიტუაციაში პრობლემაც არსებობს, როდესაც პატარა ტერიტორიაზე მუდმივად ხვდებიან ერთმანეთს შეიარაღებული გემები და სამხედროები, შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევითი ინციდენტი მოხდეს. მაგალითად, შეიძლება ორი გემი ერთმანეთს შეეჯახოს, ერთმა მხარემ შეიძლება იფიქროს, რომ ეს მეორე მხარემ განზრახ გააკეთა. შეიძლება რომელიმე ჯარისკაცმა სროლა დაიწყოს, რადგან იფიქრებს, რომ მათ თავს დაესხმებიან. და თუ ვინმე დაიღუპება, ორივე მთავრობის რეაქციის კონტროლი გაცილებით რთული გახდება. აქედან შეიძლება დაიწყოს ეგრეთ წოდებული ესკალაცია. ეს სიტყვა მარტივ რამეს ნიშნავს. თავიდან პრობლემა პატარაა, შემდეგ მეორე მხარე პასუხობს, მერე ისე უპასუხებს მეორე მხარე. ასე ბრძოლა უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სერიოზული ინციდენტი მოხდა ფილიპინებსა და ჩინეთს შორის. ფილიპინების სამთავრობო ხომალდი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა. მას გზა გადაუკეტა ჩინურმა ხომალდმა. მოხდა შეჯახება. შემდეგ სროლა დაიწყო და ფილიპინელი სამხედრო დაიღუპა. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად დიდი ომი დაიწყება. პირველი, რასაც ფილიპინები გააკეთებს, არის იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. იყო თუ არა თავდასხმა განზრახული. სამხედროებმა განახორციელეს თავდასხმა. სანაპირო დაცვა იყო. იყო თუ არა ბრძანება მთავრობისგან. თუ ეს უბრალოდ ინციდენტი იყო, რომელიც ადგილზე მყოფი ადამიანების არასწორი გადაწყვეტილების გამო გამწვავდა. ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთდაცვის ხელშეკრულებაა. ეს ხელშეკრულება 1951 წელს დაფორმდა. მისი მიხედვით, ორივე ქვეყანა აღიარებს, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთზე შეიძლება საფრთხე იყოს მეორისთვისაც. და შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლებში მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მოიცავს შეიარაღებულ თავდასხმას ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, სამთავრობო გემებსა და თვითმფრინავებზე, მათ შორის ფილიპინების სანაპირო დაცვაზე, სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში. მაგრამ ერთი რამ უნდა იყოს ნათელი. ეს ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ თუ რაიმე დაპირისპირება მოხდება, ავტომატურად ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავები გაიგზავნება და ომი დაიწყება ჩინეთის წინააღმდეგ. ჯერ უნდა განიხილონ, შეიძლება თუ არა მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმა ჩაითვალოს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ეს შეიძლება დაიწყოს ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსულტაციით. ამერიკას შეუძლია გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ამ ტერიტორიაზე, შეიძლება გაგზავნოს სადაზვერვო, სადამკვირვებლო, სახმელეთო თვითმფრინავები, გემები და სხვა მხარდაჭერა. ასევე შესაძლებელია ფილიპინების ძალების დაცვის გაძლიერება. მაგრამ თუ აშკარად შეიარაღებული და სერიოზული თავდასხმა განხორციელდა ფილიპინების სამხედრო ან სამთავრობო ხომალდზე, მეტი ზეწოლა ექნება შეერთებულ შტატებს, რომ დაეხმაროს, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ორ ქვეყანას შორის არსებობს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება. და აქ სიტუაცია უფრო სერიოზული ხდება, რადგან ჩინეთი პატარა ქვეყანა არ არის. მას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ძალა, მას ძლიერი საზღვაო ფლოტი ყავს, აქვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, რაკეტები და ჩინეთს ბირთვული იარაღიც აქვს. შეერთებული შტატებიც ბირთვული ძალა და მასაც უზარმაზარი სამხედრო ძალა ყავს. ასე რომ თუ ჩინეთი და შეერთებული შტატები პირდაპირ შეეჯახებიან ერთმანეთს, პრობლემა აღარ იქნება მხოლოდ ფილიპინებსა და ჩინეთს შორის. შეიძლება მთელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი დაზარალდეს. მაგრამ თუ ეს მოხდება, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი ფილიპინებს? ყველაზე აშკარაა შეერთებული შტატები, რადგან ფილიპინებსა და ამერიკას შორის ოფიციალური ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება არსებობს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამხედროები დიდი ხანია ერთად ვარჯიშობენ ბალიკატანისა და სხვა წვრთნების საშუალებით.
ასევე არსებობს გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება, ანუ EDCA. ამ შეთანხმების ფარგლებში ამერიკულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ფილიპინებში შეთანხმებული რამდენიმე ადგილი სუხთნებისთვის, აღჭურვილობისთვის და სხვა თავდაცვითი აქტივობებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილები შეერთებული შტატების საკუთრებაა. ეს ადგილები კვლავ ფილიპინების ბაზებია. მაგრამ EDCA ხელს უწყობს ორ სამხედრო ძალას უფრო სწრაფად შეათანხმონ მოქმედებები საგანგებო სიტუაციების დროს. ფილიპინებს კიდევ სხვა ახლო თავდაცვის პარტნიორი ქვეყნები ყავს. ერთ-ერთი მათგანია იაპონია. ბოლო წლებში ფილიპინებსა და იაპონიას შორის სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდა. ორ ქვეყანას უკვე აქვთ ურთიერთდაშვების შეთანხმება. მისი მიზანი მარტივია. ეს შეთანხმება ამარტივებს იაპონიის თვითდაცვის ძალების ფილიპინებში შესვლას. ასევე ფილიპინური ძალების იაპონიაში შესვლას სურთნებისთვის და სხვა შეთანხმებული აქტივობებისთვის. მაგრამ ფილიპინებსა და იაპონიას შორის შეთანხმება არ არის ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება. ამიტომ თუ სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ომი დაიწყება, იაპონია ავტომატურად ვალდებული არ არის ფილიპინებისთვის იბრძოლოს. იაპონიის ქმედებები დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე, მის საკუთარ კანონებზე და იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე. მაგრამ შესაძლებელია, რომ იაპონია პოლიტიკური მხარდაჭერა, დაზვერვა, აღჭურვილობა, ლოგისტიკა ან სხვა სახის დახმარება გაუწიოს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფილიპინების კიდევ ერთი ახლო პარტნიორია ავსტრალია. ავსტრალიის და ფილიპინების სამხედროები რეგულარულად ატარებენ ერთობლივ ცურთნებს. ორ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც მათ ძალებს საშუალებას აძლევს ერთმანეთის ტერიტორიაზე ერთობლივი აქტივობები ჩაატარონ. მაგრამ იაპონიის მსგავსად არ არსებობს ისეთი შეთანხმება, როგორიცაა აშშ ფილიპინების ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება, რომელიც ავტომატურად ითვლება ორივე მხარის ვალდებულებად. ამიტომაც შეუძლებელია ითქვას, რომ ავსტრალია აუცილებლად ჩაერთვება ომში. ეს დამოკიდებულია მიზეზზე, კონფლიქტის ბუნებაზე და ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის. ფილიპინები, შეერთებული შტატები, იაპონია და ავსტრალია ერთად ატარებენ რამდენიმე სამხედრო და საზღვაო აქტივობას. ამ აქტივობების მიზანია მათი ძალების ერთად მუშაობის გაცვლა და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება. ამიტომ თუ დიდი კრიზისი მოხდება, ამ ქვეყნებისთვის უფრო ადვილი იქნება კოორდინაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს 4 ქვეყანა ავტომატურად ერთად შევა ომში. რა იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებისთვის? ვიეტნამსაც აქვს საკუთარი პრობლემები ჩინეთთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ვიეტნამიც აცხადებს პრეტენზიას არასელისა და სპრატლის კუნძულებს. მალაიზიასა და ბრუნეისაც აქვს პრეტენზიები ზღვის გარკვეულ ნაწილებზე. ინდონეზიას კი აქვს დავა ჩინეთთან საზღვაო უფლებებზე, ნატუნას კუნძულებთან ახლოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ომი დაიწყება, ეს ქვეყნები ავტომატურად ფილიპინების მხარეს დადგებიან. ყოველ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და თითოეულს ჩინეთთან საკუთარი ურთიერთობა აქვს. და ასევე ბევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნისთვის ჩინეთთან ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად შეიძლება რომელიმე ქვეყანამ ფილიპინების პოზიცია დაუჭიროს მხარი საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით, მაგრამ არ სურს რომ ჯარი გაგზავნოს ომში. ასევე შესაძლებელია რომ ისინი მოუწოდონ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ, ვიდრე დაუყოვნებლივ აირჩიონ რომელიმე მხარე. ასევეა ASEAN. ASEAN არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ეკონომიკაში, დიპლომატიასა და რეგიონულ უსაფრთხოებაში თანამშრომლობენ. მაგრამ ეს არ არის სამხედრო ალიანსი, როგორიცაა NATO. ASEAN-ში არ არსებობს წესი, რომ თუ რომელიმე წევრს დაესხმებიან თავს, ავტომატურად ყველა სხვა წევრი ომში ჩაერთვება. ამიტომ თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შეიარაღებული კონფლიქტი მოხდება, უფრო სავარაუდოა, რომ ASEAN ჯერ სცადებს ომის გავრცელების შეჩერებას დიპლომატიის გზით, ახლა კი ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი ჩინეთს. აქაც სიფრთხილეა საჭირო. ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საკითხში მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა ღრმაა. ისინი რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ავტომატურად აქვს ვალდებულება ჩინეთის მხარეს იბრძოლოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ამიტომ არასწორია ეგრევე ვიფიქროთ, რომ თუ ფილიპინები და ჩინეთი შეეჯახებიან ერთმანეთს, ავტომატურად იქნება ჩინეთი და რუსეთი ფილიპინებისა და ამერიკის წინააღმდეგ. ნამდვილი გეოპოლიტიკა ასე მარტივი არა. შეიძლება რუსეთმა ჩინეთი დიპლომატიაში დაუჭიროს მხარი, შეიძლება ეკონომიკური ან სამხედრო თანამშრომლობა იყოს, მაგრამ თუ რუსეთი ნამდვილად ჩაერთვება ომში, ეს უკვე სხვა გადაწყვეტილებაა. ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასაც ახლო ურთიერთობა აქვთ. ამ ორ ქვეყანას ძველი ხელშეკრულება აქვთ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. მაგრამ არც აქ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეა ავტომატურად გაგზავნის ჯარს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო დაპირისპირებაა. ეს დამოკიდებულია ომის ზუსტ მიზეზზე და მათ მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ამიტომ თუ ვინმეს კითხავთ, ვინ არიან მოკავშირეები, ყველაზე მარტივი პასუხი ასეთია. ფილიპინების მხარეს შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე მკაფიო ხელშეკრულებითი ვალდებულება. იაპონია და ავსტრალია ახლო თავდაცვის პარტნიორები არიან და შეიძლება დაეხმარონ.
მაგრამ მათი ომში ჩართვა ავტომატური არ არის. ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეის და ინდონეზიას ასევე აქვთ საკუთარი ინტერესები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მაგრამ ისინი ვალდებულნი არ არიან ფილიპინებისთვის იბრძოლონ. ჩინეთის მხარეს კი მას ყავს ახლო პარტნიორები, როგორიცაა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. მაგრამ არც ის ქვეყნები ჩაერთვებიან ავტომატურად. და აქ შეგვიძლია უპასუხოთ უფრო დიდ კითხვას. თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ომი დაიწყება, მაშინვე მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. მცირე შეიარაღებული დაპირისპირება ავტომატურად მესამე მსოფლიო ომს არ ნიშნავს. შესაძლებელია შეზღუდული ბრძოლა მოხდეს რომელიმე რიფზე ან კუნძულზე და შემდეგ ორი ქვეყანა შეჩერდეს. შესაძლებელია სხვა მთავრობამ შუა მავლობა გასწიოს. შესაძლებელია საგანგებო შეხვედრა გაიმართოს, შესაძლებელია გემები უკან დაიხიონ, რომ პრობლემა აღარ გაიზარდოს. სინამდვილეში სამხედროებისა და დიპლომატების საქმიანობის დიდი ნაწილი დღეს იმას ემსახურება, რომ თავიდან აიცილონ უფრო დიდი ომის დაწყება, მაგრამ შეიძლება უფრო საშიში გახდეს, თუ ესკალაცია ერთმანეთის მიყოლებით მოხდება. მაგალითად, თუ ფილიპინების ხომალდს დაესხმებიან თავს და შემდეგ შეერთებული შტატები ჩაერევა. თუ ჩინეთი ამერიკულ ხომალდებს დაესხმება თავს. თუ შეერთებული შტატები ჩინეთის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარქმას მიაყენებს და თუ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს სამხედრო ძალების გაგზავნას. იქ შეიძლება კონფლიქტი გაფართოვდეს და მხოლოდ სამხრეთ ჩინეთის ზღვა არ არის საფიქრად. აქვე ახლოსაა ტაივანი. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს ტაივანთან დაკავშირებითაც დიდი დაძაბულობა აქვთ. ამიტომ, თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დიდი ომი დაიწყება და ამავე დროს ტაივანშიც კრიზისი იქნება, სიტუაციის კონტროლი კიდევ უფრო რთული გახდება. შესაძლებელია დასავლეთ წყნარ ოკეანეში ბევრ ადგილას ბრძოლა დაიწყოს. შეიძლება იაპონიაც დაზარალდეს. შეიძლება რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზებიც დაზარალდეს. და შეიძლება თავად ფილიპინებიც დაზარალდეს, რადგან აქ არის ადგილები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან თავდაცვის თანამშრომლობისთვის გამოიყენებენ. მაგრამ სანამ საქმე ბირთვული არ აღამდე ან მესამე მსოფლიო ომამდე მივა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დიდი ომის ეფექტი უკვე ძალიან დიდი იქნება. პირველი არის გადაზიდვები. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ძალიან მნიშვნელოვანი გზაა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. აქ გადის უამრავი საკონტეინერო გემი და ტანკერი, რომლებიც ნავთობს, ნედლეულს და პროდუქტებს ეზიდებიან. თუ ომი დაიწყება, სავაჭრო გემები შეიძლება კონფლიქტის ზონას აირიდონ. ზოგი გემისთვის მარშრუტი უფრო გრძელი გახდება. საწვავისა და დაზვავის ხარჯები გაიზრდება. და როცა პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯები გაიზრდება, შეიძლება ფასებიც გაიზარდოს. ამას მხოლოდ ფილიპინები და ჩინეთი კი არა, სხვებიც იგრძნობენ. შეიძლება იაპონიაც, სამხრეთ კორეაც და ინდოეთიც დაზარალდნენ, ქვეყნები, რომლებიც რეგიონში საზღვაო მარშრუტებზე არიან დამოკიდებული. ასევე შეიძლება ქარხნებსაც შეექმნათ პრობლემები, თუ საჭირო ნედლეული და ელექტრონული ნაწილები რთულად მივა. ასევე შეიძლება ნავთობის ფასიც გაიზარდოს, თუ ტანკერების მოძრაობა შეფერხდება. ხოლო თუ საწვავის ფასი გაიზრდება, შეიძლება ტრანსპორტის, საკვების და სხვა პროდუქტების ფასებიც გაიზარდოს. მეორეა თევზაობა. მილიონობით ადამიანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმდებარე ქვეყნებში ზღვაზეა დამოკიდებული საკვებისა და საარსებო წყაროსთვის. თუ მისი ნაწილი საომარ ზონად იქცევა, მეთევზეებს ასე უბრალოდ ვეღარ შეეძლებათ გასვლა ზღვაში. შეიძლება დაკარგონ საარსებო წყარო, ასევე შეიძლება შემცირდეს თევზის მიწოდება ბაზრებზე. მესამეა გავლენა ჩვეულებრივ ფილიპინელზე. თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი მოხდება, ეს არ ნიშნავს, რომ ფილიპინების ყველა ადგილი ბრძოლის ველი გახდება. მაგრამ შეიძლება ეკონომიკა დაზარალდეს, შეიძლება საწვავის ფასები გაიზარდოს, შეიძლება ვაჭრობა შენელდეს, შეიძლება ტურიზმი შემცირდეს, შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, შეიძლება ეს შეეხოს სამუშაოსა და ბიზნესს. და თუ ომი მართლაც გაიზრდება, ფილიპინების სამხედრო ბაზები, აეროპორტები და პორტები ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. ამიტომაც ქვეყნებს ძალიან დიდი მიზეზი აქვთ, რომ არ სურთ საქმე იქამდე მივიდეს. და კიდევ ერთი რამ არის, რაც კიდევ უფრო საშიშს ხდის ნებისმიერ ომს, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ორივეს ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ზღვაში სროლა დაიწყება, მაშინვე გამოიყენებენ ბირთვულ ბომბს. ბირთვული იარაღის გამოყენება ძალიან დიდი ნაბიჯია. ორივე ქვეყანამ იცის, რომ თუ ბირთვული ომი დაიწყება, ძნელი იქნება იმის განსაზღვრა, სად დასრულდება ეს ყველაფერი. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი შეეცდებიან ნებისმიერი კონფლიქტი შეზღუდულად შეინარჩუნონ. ნამდვილი საფრთხე არასწორი გათვლა. ეს ნიშნავს, რომ ერთ მხარეს შეიძლება არასწორად ესმოდეს, რას აკეთებს მეორე მხარე. მაგალითად, ერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ სამხედრო ნაბიჯი მხოლოდ გაფრთხილებაა, მაგრამ მეორე ქვეყნისთვის ეს შეიძლება დიდი თავდასხმისთვის მზადებად ჩანდეს. ამიტომ ისიც დაიწყებს თავდასხმისთვის მზადებას. ეს დაინახავს პირველი ქვეყანა და იფიქრებს, რომ მისი ეჭვი მართალი იყო. ასეთ შემთხვევაში ომი შეიძლება გამძაფრდეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ქვეყანას თავდაპირველად არ სურდა დიდი ომის დაწყება.
ეს არის მიზეზი, რატომაც კომუნიკაცია სამხედროებსა და მთავრობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ზღვაში შეჯახება ხდება, სწრაფად უნდა გაირკვეს. ეს იყო შემთხვევითი თუ განზრახ თავდასხმა. როდესაც სროლა ხდება, უნდა გაირკვეს. ეს მხოლოდ ადგილობრივმა მეთაურმა გადაწყვიტა თუ ბრძანება ეროვნული მთავრობიდან მოდიოდა. რადგან ზოგჯერ მცირე დრო საუბრისფრის შეიძლება იყოს განსხვავება პატარა ინციდენტსა და დიდ ომს შორის. ამიტომაც არ არის მარტივი კითხვა, ვინ გაიმარჯვებს. ჩინეთი ძალიან ძლიერია, რადგან სამხრეთ ჩინეთის ზღვა მის საკუთარ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ჩინეთისთვის უფრო მარტივია გამოიყენოს სამხედრო ბაზები, გამანადგურებელი თვითმფრინავები და რაკეტები, როგორც მატერიკიდან, ასევე იმ ბაზებიდან, რომლებიც კუნძულებზე ააშენა, მაგრამ შეერთებული შტატები ძლიერია. სხვასა და ჰაერში. მას აქვს დიდი ქსელი მოკავშირეებისა და სამხედრო ბაზებისა წყნარ ოკეანეში. და მათ შორის არის ფილიპინებიც, რომლის მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ახლოსაა სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანთან. ამიტომ თუ დიდი ომი დაიწყება, არ არსებობს მარტივი სცენარი, სადაც ერთი მხარე სწრაფად გაიმარჯვებს. შესაძლებელია ორივე მხარემ ბევრი გემი და თვითმფრინავი დაკარგოს, შესაძლოა ათასობით ჯარისკაცი დაიღუპოს. და სანამ გამარჯვებული საბოლოოდ გამოვლინდება, რეგიონში ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე უკვე დიდი ზიანი იქნება მიღენებული. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის ვინ არის უფრო ძლიერი. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ ავიცილოთ თავიდან ის მომენტი, როცა მათ ამის გარკვევა მოუწევთ. ამჟამად ფილიპინების თავდაცვის თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან კვლავ ძლიერდება. ამასთან ერთად, ჩინეთი აგრძელებს თავისი ყოფნის გაძლიერებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აძლიერებს სამხედრო მზადყოფნას, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ომი სურთ. ადგილას, სადაც ძალიან ბევრი გემი, ჯარისკაცი და კონკურენტული პრეტენზიებია, ძლიერი სამხედრო ძალა ასევე გამოიყენება როგორც შეკავების საშუალება. ეს ნიშნავს, რომ გინდა მტერს აჩვენო, რომ ძალიან ძვირი დაუჯდება შენზე თავდასხმა. პრობლემა ისაა, რომ როცა ამას ორივე მხარე აკეთებს, უფრო მეტი სამხედრო ძალა უპირისპირდება ერთმანეთს. ამიტომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა გავს ადგილს, სადაც ქვეყნები ერთდროულად ორ რამეს აკეთებენ. ისინი ემზადებიან იმ შემთხვევისთვის, თუ ომი მოხდება, მაგრამ ამასთან ერთად ისინი ცდილობენ ომი არ მოხდეს. და აქ ხედავთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ის პატარა კუნძულები და რიფები, რომელთა შესახებაც თავიდანვე ვსაუბრობდით. არა იმიტომ, რომ დიდი მიწა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდებარეობენ ზღვის შუაგულში, რომელიც მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის, საკვებისთვის, ენერგიისთვის და მრავალი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებისთვის. ერთი არასწორი გადაწყვეტილება ამ რიფებიდან ერთ-ერთზე შეიძლება დარჩეს როგორც პატარა ადგილობრივი ინციდენტი. მაგრამ თუ არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, ეს შეიძლება ფილიპინები და ჩინეთი უფრო დიდ კონფლიქტში ჩაითრიოს. და რადგან ფილიპინებს აქვთ ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან და ბევრ სხვა ქვეყანას აქვს ინტერესი რეგიონში, ამის ეფექტი შეიძლება გავრცელდეს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ავტომატურად გადაიქცევა მესამე მსოფლიო ომად, მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის დავა სერიოზულია. ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, ერთი პატარა რიფისთვის უბრალო დაპირისპირება შეიძლება გახდეს დაპირისპირების დასაწყისი. მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას შორის.